მეცადინეობა 30-11. პირველი ნომრის მეშვიდე ქვენომერი. განვიხილოთ უტოლობა, რომლის მარცხენა მხარეა წილადი, რომლის მრიცხველია x-4 კვადრატში 2x+3 ნამრავლი 7-x-ზე ნამრავლი x-4-ზე, ხოლო მნიშვნელია x კვადრატის ნამრავლი x-14-ზე. თანამამრავლი 7-x-ის აი ამ მამრავლის წინ თუ ავიღებთ მინუს, მაშინ 7-x-ი ჩაიწერება x-7-ის სახით. ამის შემდეგ რიცხვის წრეზე ვიღებთ წერტილებს, რომლებიც არიან მოცემული წრფივ მამრალთან ნულთან გატოლების შედეგად მიღებული ამონახსნები. ესე იგი, რიცხვის ღერძზე ავიღებთ 4-ის -3 მეორედის 7-ის 20-ის 0-ის და 14-ის შესაბამის წერტილებს. ამ წერტილებით რიცხვითი ღერძი დაიყოფა ინტერვალებად. უნდა დავითვალისწინოთ, რომ თანამამრავლი წრფივი მამრავლი x-4 ხარისხად ორ ხარისხია. ამიტომ მისი შესაბამის წერტილზე, ესე იგი 4-ზე მარჯვენა ინტერვალიდან მარცხენა ინტერვალში გადასვლისას ნიშანს არ შევცვლით. ასევე ნიშნულში მამრავლი x კვადრატი, მისი შესაბამისი ამონახსენია ღერძზე 0. ამიტომ 0-ზე გადასვლისას ნიშანს არ შევცვლით. ესე იგი, მარჯვენა ინტერვალში რა ნიშანია, იგივე ნიშანს დავტოვებთ მარცხენა ინტერვალში. ამის შემდეგ უკიდურეს მარჯვენა ინტერვალში მოათავსებთ მინუს ნიშანს, რადგანაც განხილული უტოლობის მარცხენა მხარეში გვაქვს მინუსი ნიშანი. ამის შემდეგ ნიშნებს მოათავსებთ ინტერვალებში რიგრიგობით, მინუსი პლუსი და ასე შემდეგ. თანაც ვითვალისწინებთ, რომ 4-ზე გადასვლისას და ასევე 0-ზე გადასვლისას ნიშანი არ იცვლება. ამის შემდეგ მივიღებთ სწორედ უტოლობის ამონახსნას სიმრავლეს. განხილული უტოლობის ამონახსნას სიმრავლეა ყველა ის შუალედი, სადაც ჩაწერილია მინუსი ნიშანი, რადგანაც განხილულ უტოლობაში გამოყენებულია ნაკლები ან სწორი ნიშანი. ამ რიგად უტოლობის ამონახსენია მინუს უსასრულობა -1.5-ის გაერთიანება 7-დან 14-მდე და გაერთიანება 20-დან უსასრულობამდე. 20 ეკუთვნის, 14 არ ეკუთვნის, ხოლო 1.5 ეკუთვნის.